ზუსტად ეს სიმღერა მახსენდებოდა ახლა მე. ბოლო ერთი კვირაა ეს სიმღერა მაქვს ამოჩემებული და გამომდინარე იქედან რომ ყველაფერს ამ პლანეტაზე მიზიდულობის ძალა აქვს. აი ესე მივიზიდე და დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი იქნება მომღერალი თემურ თათარაშვილი. ალბათ მალე გაღამდება შენ ცუდი ფიქრისთვის მე ვეღარ გამიმედი არაფერი არ თავდება. ავადალიეთ? კიდე არა, უშაქრო. ავადალიეთ. დილით აუცილებლად სვავ ორ დიდ ჭიქას. სანუ ორ მაქვს? არა, აი ორი დიდი ჭიქა უნდა დავლიოთ დილით და მერე მთელი დღის განმავლობაში რამდენი სვავ ხოლმე არ ვიცი. მეც მასე ვარ და თურმე არ ყოფილა ძალიანაც კაი ამდენი ყავის. არ ძალიან ცუდი არ არის შვედია. ეს ხო შერს გემრიელია ნატურალური ბათუმი ყავა. ამსიძავდა? ცხელი არ იყოს? აი, კაია, მე მიყვარს ძლიერი ყავა. წყალ ყავას არ სვავ. ბოლოს რო გნახეთ, ძალიან საინტერესო რაღაცა მითხარით. ყველა ქალაქს თავისი მსმენელი ყავს დამახასიათებელი თვისებით. მინდა რომ რაღაცა უფრო კარგად განვმარტოთ. ბათუმის მსმენელი თუ საერთოდ ყველა? საქართველოს ზოგადად მსმენელი. ნუ აი ყველაზე ძუნწი მსმენელი ყავს. ქალაქების მიხედვით. თბილისს ყავს ყველაზე ძუნწი მსმენელი. ეგ ცნობილია. მე პირიქით მეგონა. არა, აი ეზარება. ტაშის დაკვრა არ ვიცი, განებივრებულები არიან ბევრი კონცერტი თუ რითი, მაგრამ ეზარება ტაშის დაკვრა. ყველაზე კარგი მსმენელი არის იმერეთში და კერძოდ ქუთაისში. არა მარტო ქუთაისში, აი ყველგან. მთელ იმერეთში განსაკუთრებულად კარგად იღებს მაყურებელი. იმერლებმა განსაკუთრებულად იციან ფასი ქართული სიმღერა. ქართული სიმღერა მოდის იმერეთიდან და მათმა რო არ იცოდნენ ცოტა და ბათუმში სხვა შორის აი ხა ბოლო პერიოდში ძალიან რამოდენიმე კონცერტი დაემთხვა რომ იყო ვაჟა აზარაშვილის, გოგი ცაბაძესი, ინგრეოდა დარბაზი, ის კიდე დათო მეჩხვევოდა მაზანაშვილი, რომ ამთავრებს სიმღერას, ნუ გარბი ხარ, ხალხსო, ტაში უნდა დაგიკრასო, შენ გარბი ხარო, მე მაქვს ცუდი შვება საერთოდ. შორის მე ვიყავი მაგ კონცერტზე და მართლაც გაიქეცი. კი, ესე ვარ საერთოდ ყოველთვის. არ ვდგები ხოლმე, რომ დამიკარით ტაში, დიდი მადლობა, არა, ერთს დაუკრავ თავს და გავრბივარ და სუმაგაზე მეჩხუბება დათო და მაგ კონცერტზე გასulis წინაც კი გამაფრთხილა, იცოდე არ გაიქცე სცენიდან. შეიძლება ჩემი ბრალიც არის რომ მეჩვენება რომ სადღაც ცოტას უკრავენ ტაშს სადღაც ბევრს, იმიტომ რომ გავრბივარ მე სცენიდან. ვაი და ბევრი ტაში რო არ იყოს დროზე გავიდეო? არა, არა, ჩვევა, მაგ ეგეთი ცუდი. ეგეთი მომენტი ქონია ცხოვრებაში, რომ აი სიმღერის თავიც არ არ მქონია ნამდვილად. ჩემი ცხოვრება არის სიმღერა. ცოტა დიდი პაუზა როცა არის ხოლმე თქვა კონცერტები არ არის, ძალიან განვიცდი. მენატრება სცენა, მენატრება სიმღერა. აი აბაზანაში რომ მღერიან ხოლმე, აბაზანაში მე არ ვმღერი, მაგრამ მანქანაში ხშირად ვღერი ხოლმე, იმიტომ რომ ხშირად მიწევს განსაკუთრებით ბათუმისკენ წამოსვლა და ტრასაზე მარტოვზი ვარ ხოლმე მანქანაში, ჩართულია რაღაც რადიო, მე ძირითადად რადიოს ვუსმენ. ჩვენ დათუნა სირბილაძის რადიოს ვუსმენ ხოლმე სულ ყოველთვის ურბანიკს. გაიხარდება ახლა. ძირითადად ეგ მაქვს ჩართული და რომ მღერიან ეს ქართული სიმღერები რო არის, მეც ყვები ხოლმე მღერი. მაშინაც გკითხეთ და ეხლაც გკითხავთ. ყველას ძალიან გვიყვარდით და ეს აქტუალურობა არც ახლა დაგიკარგავთ და აი ამას როგორ უნდა შენარჩუნოთ? დიდი მადლობა. ცი რა არის? მე ყველაფერს არ ვმღერი. როცა კომპოზიტორი მიბარებს, ხო, მაგალითად, უნდა მივიდე მოვისმინო რამე სიმღერა. თუ არ გამბურძღლა ტანში, გამორიცხულია რომ მე ეს სიმღერა ვიმღერო და თუ გამბურძღლა, ესე იგი არის ჩემი სიმღერა. გამოდის რომ იმ სიმღერას ვღერი კარგად. ამიტომ შეიძლება მაგიტომაც უყარო, რა ვიცი, მსმენელს რომ აი ეს შემთხვევით აგდებულ სიმღერებს არ ვმღერი. აი ჩემ უახლოეს ხალხს უთქვავს რომ აი უნდა მოგცე ეს სიმღერა რაღაცა, ნუ არ შემიძლია თუ არ გამბურძღლა ვერ ვიმღე, ხო? აი შეიძლება რო უკრავს ხოლმე, ხო, კომპოზიტორი, შეიძლება სულ არ უსმენდე იმას, სხვაგან ვიყურებოდე. მაგრამ ყურში ხო შედის? აი მაინც უნდა გამბურძღლოს. აი ეს არის ჩემი სამღერა, ესე იგი ვიცი. ყველაზე მეტად როდის გამოგდგომიათ? ან შეიძლება დაგხმარებიათ მაყურებლის სიყვარული? ნუ ალბათ პატიმარი რო ვიყავი მაშინ.
თვითონ იქვე ციხის თანამშრომლებიც კი მე ვერაფერს ვერ ვიტყვი ნამდვილად რომ აი ამ 16 თვის განმავლობაში ისე მეკცეოდნენ სულ ყველა რომ სირცხვილია რაღაცა ცუდიც კი ვთქვა. როგორ ვერ წარმომიდგენი ხარ პატიმარი? ნუ ვიყავ სიცილით მახსენდება ეს პერიოდი, მაგრამ ხალხის სიყვარულმა გადამარჩინა სხვადასხვა. რო გამოხვედით? რო გამოვედი, აი პირველივე დღეს მოგიყვებით, ეხლა ისევ ამ ხალხის სიყვარულთან დაკავშირებით. გამოვედი და აღმოჩნდა რომ ჩემი ტელეფონი იყო ნომერი, ნუ გათიშული, დავდე ფული არ ჩაირთო და წავედი მაგთიში, გავიკეთე დიდი სათვალები, ქუდი დავიფარე, თანთმები მქონდა ძალიან გრძელი, რომ იქ ყოფნის დროს მე არ შემიჭრია, თმა დაფიცებული მქონდა არ შევიჭრი, მეთქი თმა სამაკ ვიჯდებით ხო და მივედი მაგთში. მე ვთქვი რაღაც ნუ ეთქობა ბარათია მეთქი გაფუჭებული ხო და რომ შეამოწმეს, აი მეო ბატონო თემურო თქვენი ბარათიო არის დაბლოკილი და თქვენი აღარ არის ეს ნომერიო და ნუ ძალიან გავბრალს, იმიტომ რომ პირველივე დღიდან რაც მაგთი არსებობდა, მქონდა ეგ ნომერი. ხო და ერთი წამითო და ავიდა ოფისში ეს გოგო, ჩიქიაზე ვიყავი და რო ავიდა, უცებ ჩამოდის და აუიცითო ჩოხტაბერიძესო თურმეო თქვენი ბარათიო დაუბლოკია, მაგრამ შენახული აქო და მოგეთ $700 არისო ნალაპარაკები, რომ დამიჭირეს, სოჩში ხო იდო ეს ტელეფონი და თურმე უცხოეთში რეკავენ ესენი გამოიყენეს და ხო მიხვდა ახლა მაგთი რომ მეც იხი $700 იყო გადასახდელი და მეთქე ხა $700 ვერ გადავიხდი ამ ნომერში. არა, ჩამოგაწერესო მთლიანათო. თანხაო და მოკლედ მომცეს იგივე ნომერი სუფთა. აქედან წავედი საპარიკმახეროში. ჩავჯექი ტაქსში, მაშინ ესეთი რაციები ეთქვათ მანქანაში და რო ჩავჯექი, ნუ ძღოლმა არაფერი არ მითხრა და უცებ აიღო რაცია და მანქანაში იცით ეხა ვინ მიზის და უცებ ვფიქრობ ეხა თუ დაიწყეს ნარკომანი ან რაღაცა მეთქი და თემურთა დააშვა. აუ მოგვიკითხე, ნუ აი მომეხსნა ისევ აი ეს კომპლექსი და რომ მივედი საპარიკმახეროში, დამესია მთელი საპარიკმახერო, რა თქმა უნდა, რაღაც ზოგი მჭრის, ზოგი მშხილს მიკეთებს რაღაცა და რეკავს ტელეფონი, მენეჯერი იღებს ყურმულს და კი, ვიცით რომ გამოვიდა და აქ არის და ხელიც მოვკიდეთ უკვე საპარიკმახეროში იყო დარეგილი. წავედი ცნობილ გულოსაბანოში, საპარიკმახეროდან. რო შევედი და მეთქი ნომერი მინდა მეთქი და თემოჯან უძებს გულოდან მკვდარი. რა ფული, რის ფული, შედი აბა მექისები, შედით. მოგეთ აი პირველივე დღეს მქონდა აი ესეთი. აი სხვა განწყობით გამოხვედით და სულ სხვა რეალობა. აი ეს აი პირველი დღე მოგიყევით. აი სამ სხვადასხვა ლოკაციაზე რა მოხდა და ისა გულწრფელი ხართ ძალიან, ხო, საჯაროდ. რა თქმა უნდა, მე არასოდეს არ დამიმალია რომ იმ პერიოდში სუდად ვიქცეოდი, კი. ძალიან ცუდად ვიქცეოდი. მე ყველას მოუწოდებ რომ ეს არის საშინელება და არავინ არ უნდა გაეკაროს. ძალიან ბევრი რამ მაქვს დაკარგული მე იმ პერიოდიდან. იმიტომ რომ აი ყოფილა რომ რაღაც ძალიან ისეთი შეხვედრა, იყო კონცერტის მერე ბანკეტი, აი ბადრი პატარკაცშვილი ხშირად აკეთებდა ხოლმე სუფრებს. იქ არ წავიდოდი და გავარდებოდი სხვაგან რომ ეს მე მაიმუნა მოკლედ. ამიტომ ეს არის ჩემი ცხოვრების ძალიან ცუდი პერიოდი და შეიძლება რომ ამას დაერქვას თავისუფლების დაკარგვა და საკანი საერთოდ არ იგულისხმებოდეს. როგორც გინდა დაარქვი. აი რანაირი შეგრძნებაა ეს რაღაცაზე ან ვიღაცაზე დამოკიდებული რო ხდები ადამიანი. ხო, დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მიჯაჭვულობა, ხო. ნუ აი არაფერი რო არ გაინტერესებს, მხოლოდ ის გაინტერესებს, რომ დროზე მიხვიდე და ეს ცუდი საქმე გააკეთო. მაგ დროს ვერ ხვდები, ხო? აი პერსპექტივაში ამ არა შეიძლება. არა, რა თქმა უნდა, გონია რომ კარგს აკეთებ, ამ დროს აკეთებს საშინელებას. ნუ მე გადავრჩი ალბათ და დღესო ჯანმრთელი ვარ, სხვა შორის 25 სექტემბერი წელს გახდა ზუსტად 20 წელი. მე პლანსაც კი არ ვეწეოდი არასოდეს და არც მომიწევია იმის მერე. თუმცა მიუხედავად ამ სიყვარულისა, მაინც გაჩნდა რაღაცა საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც გადაგეკიდეთ, ხო შეიძლება ესე ითქვას? არა, ამის გამო არ გადამკიდებია, მე არა. მე ცოტა სხვა რაღაცების გამო გადამეკიდა საზოგადოება, მე მგონი არ ძღის იმის დაკონკრეტება, ხვდები რის გამოც ყავს ახლა ეს პატარ-პატარა გიენები. დღემდე და ვიგერიებ. მე ვერთობი მათზე და ისინი გიждდებიან. რეაქცია როგორ გააქვს? ხო, რეაქცია რო არ მაქვს და უფრო ვაგიჟებ ხოლმე. ისე რეაქცია როგორ არ გააქვს? ნუ რა მქონდა ახლა რეაქცია მქონდეს რა? აი შინაგანად რაღაცა
თავიდან მქონდა კი, მაგრამ მე ხა ხვდები რომ სულელები არიან, ჯერთი ყველას ლოგინში, ყველა ჯიბეში, ყველგან რომ იქექებიან, თვითონ რომ არ გააჩნიათ, არაფერი რომ არ გააჩნია, ეგეთი ხალხი გივარდება, ხო, ძირითადად, თორე ვინც ახლა ნორმალურია, დასაქმებულია, რაღაცას ნახავ Facebook-ზე, ვიღაცის რაღაცა პოსტს, ხო, არ მომწონს, თქვა, ხო? მე უბრალოდ გადავდივარ სხვაგან და იმას არც კარგს დაუწერ, არც სულს დაუწერ. ზუსტად ესე ვარ მე. ხო, აი, რატო უნდა დაუწერო? ის ისე ფიქრობს, ისი ასე ჯერავს და ყველას ერთნაირი ის ხო არ გვექნება აზრი, ხო? ბრალდება რა იყო ბატონ თემური? ბრალდება იყო შეძენა, შენახვა, მოხმარება და გასაღებაც უნდათ შეეტენათ, მაგრამ მაგი მომეხსნა, იმიტომ რომ არ მქონია ეგეთი რაღაცა, ნუ მაგ უნდათ ძირითადად რა ყოფილიყო. ხო, ისე ჭორები იყო. კი, ჭორები იყო, რა თქმა უნდა. ჭორები კი არა, ისეთები დაწერეს. то გამოაცხადა TV პირველმა და მთავარმა, რომ 1000 აბიმედო თუ რაღაც სისულელები აბსოლუტურად. ეგ რამდენი ხნის ამბავია? 20 წელი ზუსტად. 20 წელი კი, გავიდა? ზუსტად 20 წელი გავიდა სექტემბერში. ნუ ბრალდება მქონდა შეძენა, შენახვა, მოხმარება. ნუ მე ვიკეთებდი ჩემ. თქვენ თავს ვნებდით. ჩემ თავს ვნებდი. და რამდენი წელი 10 წელი მომისაჯეს, მაგრამ ვიჯექით 16 თვე, უბრალოდ აი ნოემბრის რევოლუციის ნაირი რო ჩატარდა რაღაცა. რევოლუციამდე მოხდა ეგ ამბავი? აი ბურჯანაძე რო დანიშნეს რაღაც პრეზიდენტად ცოტა ხანი, აი ეს პერიოდი არის. ასე კი 2008-9 წლები ალბათ. 7-ში გამომიშვეს, მე 6-ში დამიჭირეს. სააკაშვილმა დაიბარა ცნობილი სახეები, მომღერლები, სპორტსმენები, რატო გვერდში არ მიდგა ხართო და ნუკრი ყაბანაძე ამდგარა და უთქვია რომ გაანთავისუფლეთ თემური და დაგიდგებით გვერდშიო. მართლა? და ნუ მიშას მიუცია პირობას გააძლევთ, მე რომ მოვალ პრეზიდენტად, გამოვუშვებ აუცილებლად და მართლაც ეს მოხდა კვირა დღე იყო. ისე ციხის ყოფა როგორია? მე ვერ ვიტყვი ვერაფერს, იმიტომ რომ მართლა კარგად ვიყავი, ყველა პატივსცემდა დაწყებული უბრალო ვინც გიღებდა იქიდან დამთავრებული დირექტორამდე, აი უფლება არ ამაქვს რომ რაღაც ცუდი თქვა. აი ხო ამბობენ რომ ვიღაცა ციხეს რაღაც საკუთარი თავის განვითარებისთვის იყენებს. ვიღაცა პირიქით ეცემა მორალურად. არანაირად არ დავცემულ ვარ. ჩემი აი სიმღერა რო არის თუ გახსოვს. კი, დიდი კარიბჭე იღება? კი ბატონო, გული ადამიანობს. აი ზუსტად ის არის ჩემი ცხოვრება, კი. შეიძლება ადამიანი მოხდეს ცუდ რაღაც სიტუაციაში, აი მე მაგალითად მოვხვდი ხო, ამაზე ცუდი რა შეიძლება იყოს ციხეში. გამოვედი აბსოლუტურად ნორმალური ფსიქიკით, ვარსკვლავიც გამიხსნეს და დღესაც მღერი და რა ვიცი. ფიქრობთ რომ აი თქვენი თაობის ნომერ პირველი მომღერალი ხარ? მაგას ახლა ვერ ვიტყვი, მე სხვა უნდა თქვას. ნუ ერთს ვიტყვი რომ ჩემ თაობის მე და სეფაშვილი ვართ. სეფაშვილი და მე. მაგრამ მაინც კითხავთ. კი, რაც ყველაფერი. აი რაღაცა რუსეთთან გაიგივებდნენ და ასე შემდეგ. კი, გეტყვით, მე რუსეთთან მაიგივებდნენ და დღესაც მაიგივებენ. იძულებით ვიყავი წასული, იმიტომ რომ თბილისში არც კონცერტზე არ გამოვყავდი, არავის ამ ციხის მერე და ვიყავი შავსიაში, როგორც არა მარტო მე, რამოდენიმე შემსრულებელი, ვინც არ ვიყავით მიშას საყვარელი მომღერლები და მისი მომხრეები, ამიტომ ავდექი და წავედი მოსკოვში. მე ძაღლს აქვს პასპორტი და ადამიანი უპასპორტოდ ვერსად ვერ იცხოვრებს, მე ესე ვთვლი. რის მერეც გამომაცხადა მიხეილმა მოღალატეთ, რამოდენიმე მომღერალსაც მახსოვს ძალიან ჩემი თვალით მაგ ნანახი, გვარებს არ ჩამოვთვლი. ვიტყვი რომ ნუკრი კაპანაძემ და ანდრი ჯოხაძემ დამიცვეს, ამ ეს კითხვა რო დაუსვეს, რომ ხო არის მოღალატე და რამოდენიმე სხვა მომღერალმა თქვა მოღალატე აბა რა არისო. იმასაც ვიტყვი რომ ბინაც კი მაქვს დღესაც მოსკოვში. რო წამოვედი მოსკოვიდან, როგორ მომეცა საშუალება ჩამოსვლის 9 წელია. შეუძლიათ რომ შეამოწმონ საზღვარზე თუ ვარ გადასული საერთოდ. არ გადავსულ ვარ 9 წელია ფეხი არ ჩამიდგავს რუსეთში. როცა თავისუფლად არც ვიზა მჭირდებოდა მაშინ და არც სასტუმრო კიდევ. ბინაც დაკეტილია და 9 წელია ხო გეუბნებით ფეხი არ ჩამიდგავს მოსკოვში. უნდა იყო ძალიან მაგარი მომღერალი საქართველოში, რომ ამ პროფესიით თავი ირჩინო. ანუ ძალიან მაგარი თუ არ ხარ? მე ცოტა სხვა რაღაც ამ კითხვას სხვაგან წავიყვათ. ჩემს ქალიშვილს უნდოდა ძალიან სიმღერა პატარა რო იყო. ნუ აი უნდოდა რომ მეც მინდა ვიმღერო. და მე უთხარი, ჩემი შვილი მარი უნდა იყოს ნუკრი კაპანაძე, ეკა კვალიაშვილი, მაია ჯაბუო. აი მაგდონის მომღერალი
ან არ უნდა იყო მეთქი საერთოდ. იმდენი მომღერლები არიან. მომღერლად რო ითვლება და ერთის საკუთარი ის რო არა აქვს აქია. ქავერების მომღერლები. ხო, აი ქავერები და ითვლებიან მომღერლებად. ჩემთვის არის მომღერალი ის, ვისაც რო გაუვლის ვიღაცა და მის სიმღერასო წაუმღერებს. ჩვენთან არ არის ეს ანაზღაურება, როგორიც არის უცხოეთში, მაგალითად მომღერლებს ედი ჰონორარები აქვს, რომ სხვა სამსახური არ ჭირდება. მე სხვა პროფესიაც მაქვს, მე მუსიკალური განათლება საერთოდ არ მაქვს. მე მაქვს ორი განათლება, ერთი ტექნიკური, მეორე ჰუმანიტარული, უნივერსიტეტი და პოლიტექნიკური. ერთ პერიოდი საბაჟოს უფროსიც კი ვიყავი, ერთ პერიოდი არის 10 წელი ვიყავი საბაჟოს უფროსი პარალელურად რომ მღეროდი. შოუ ბიზნესი საქართველოში არის თუ რაღაცა მე შემიძლია გითხრა რომ შოუ ბიზნესი 90-იანებში უფრო იყო ვიდრე დღეს. მართლა 90-იანი. უფრო მეტი კლიპი იღებოდა, უფრო მეტი სიმღერა იწერებოდა, კონცერტებიც უფრო რაღაცა სხვა ხალისი იყო, არ ვიცი რატო. ბასა იღებდა იმდენ კაი ის კლიპებია კიდე შემორჩენილი. ხო, აი ჩემის შენამდე მოვედი, მერაბ სეფაშვილის, უცნობის, აი ის იმ პერიოდის კლიპები არის კიდე შემორჩენილი. და რა არის ამის მიზეზი, როგორ ფიქრობ? კლიპების დრო წავიდა? ხო, აი კაკამე ტელეფონით გადაიღებენ, დააგდებენ და მორჩენ. შემოსავალზე ორიენტირებულები გახდნენ მომღერლები? ხო, და ეს კლიპი არაფერ შემოსავალს არ ხარჯია კი რამოდენიმე ხანი აი შეიძლება რაღაცა გაუშვან და უყურო და ისიც სადნა გაუშვან რომელ ტელევიზიაში. არსად კლიპები არ გადის, რაღაც მუსიკალური რომელი არხია მე არც ვიცი. ნუ ესე ხანდახან პრემიერას თუ ხო, გააკეთე. სადღაცაც ხო, შეიძლება და მორჩა. რუსეთში ძალიან დიდი შოუ ბიზნესია. მე ვიყავი რესტორნის დირექტორი. და თითქმის ყოველ დღე სოსო მოდიოდა ხოლმე ჩემთან, რომ ეჭამა საჭმელი. აი კონცერტიდან მოვიდო და შეჭამდა, მოწონდა ძალიან ჩემი სამზარეულო და მოვდა რომ ეხა უნდა წავიდე სხვაგან მაქვს კიდე დღეში 2-3 კონცერტი შეიძლება გქონდეთ, ოღონდ იქ არის ანაზღაურება და ნუ ჩვენი. ყველაზე მეტად რა გაბედნიერებ? სიმღერისგან. ჩემი შვილიშვილები. ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები. აი ის სიყვარული ქუჩაში რომ ხვდებიან და რომ მეუბნებიან, ვაი როგორ გვიყვარხართ ბატონო თემურ, აი ძალიან მაბედნიერებს. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა თავისი ცხოვრების გზაზე, რომ ეს შინაგანი სიმშვიდე მოიპოვოს? ოღონდ სტაბილური. ნერვები უნდა დაიწყნაროს. როგორ? არ უნდა აყო ესე, არ უნდა აყო ეს. გასაგებია, მე ძალიან ფიცხი ვარ სხვათა შორის, აი ამ ტიპებმა იმდენად გამომიმუშავეს უკვე აი ეს იმუნიტეტი, რომ აღარ მეშლება ნერვები აბსოლუტურად აქეთ უშლი ნერვებს. და ყველაზე კარგი არის თუ საერთოდ პასუხს არ გასცემ, ამაზე სუგიჟდებიან. მაგრამ საერთოდ პასუხის არ გაცემა არ შემიძლია. არა, მე მგონი პასუხის გაუცემლობა არ არის სწორი, იმიტომ რომ არა, პასუხი უნდა გასცე. შენი სიმართლე ერთხელ მაინც სადღაც უნდა დააფიქსირო. კი, არა, მე სულ ყოველთვის პასუხს უბრუნებ და მე ხდება ხოლმე და თვითონ იბლოკავენ თავს. აი ეს ემოცია ზოგადად საერთოდ ჭირდება ადამიანს? უემოციო ადამიანი ეხლა ემოცია თუ არა გაქვს? იმიტომ რომ სადღაც ვიღაც სპეციალისტებისგან მსმენია ფსიქოლოგებისგან, რომ აი ემოცია და ეს ემოციური გამოვლინებები საერთოდ არანაირ კავშირში არ არის არც სიყვარულთან და არც რაღაცა რეალობასთან. ჩემთვის მე ვფიქრობ, რომ ემოცია თუ არა აქვს ადამიანს და უემოციოა, ნუ რაღაც ცოტა ცოდოა ეგეთი ადამიანი. ფლეგმა ამაში, ხო? ტირით ხოლმე? ნუ გააჩნია ხა ბოლოს ვიტირე დედა ახალი გარდაცვლილი მყავს, მაშინ ვიტირე. სხვა შორის აი ტელევიზორში რაღაც ისეთი მომენტებს რო უყურებ, რაღაც ქულამაჭუყებს. კი, მაგ წავამბივა ხოლმე ცრემლები. მეც ვაკეთებ, მაგრამ საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ეს ისუსტია პირიქით რაღაცა 40 წლის მერე იწყებაო ყველა. გამოხატულება. 40 წლის მერე, აუ, მანამდეც მეგონი მქონდა. ერთხელ აეროპორტში ვიჯექით მე და ნანი ბრეგვაძე და ნანი მეუბნება რომ რაღაცას გეტყვიო და შეიძლება არ დამიჯერო და რა არის ყომეთკი ნანი ხა რა შეიძლება ნანიმ გითხრასო არ დაუჯერო. ჩემი ცხოვრება დაიწყო 60 წლისო გავხდი იმის მერე. და ეხლა ხდები 3 თვეში, 4 თვეში 60 წლის და ველოდები რომ დაიწყო 60 ხდები 20 მარტს და სხვა შორის ისე ველოდები ამ დღეს როცა გავხდები, იმიტომ რომ ვარ ცეცხლოვანი ცხენი, რომელიც რო დავიბადე, მაშინ იყო ჩემი წელი და არის ეხლა 60 წელიწადში ერთხელ არის ეს ერთადერთი ზოდიაკო ცეცხლოვანი ცხენი. ჩინური ასტროლოგიით. რომელიც არის 60 წელიწადში ერთხელ და ვფიქრობ იქნება რაღაცა მოხდეს კარგი ჩემს ცხოვრებაში, ხო და აი ველოდები ეხლა მარტამდე რა გადარჩა 20 მარტი. ვერძი ხართ?
თევზის ბოლო დღეა. თევზებს და წყლის ნიშნებს ხო აქვთ ეს შინაგანი შეგრძნებები და შეგრძნებები მე სასწაულად წინაც არ ვიცი ხოლმე რა უნდა მოხდეს ჩემ ცხოვრებაში. სანამ დამიჭერდი, მე ხო ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი რომ მე დამიჭერდნენ. აი ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი, იმიტომ რომ ნუ ჩემი სახელის გამო თუნდაც დაახლოებით 9 წელი ყოველ დღე ვყიდულობდი სხვადასხვა ფილმებს ციხეებზე და უყურებდი, ხო? ინტუიცია. ხო, მაქვს ასაური ინტუიცია. მოსკოვში არის ერთი ჩემი ძალიან ისეთი ახლობელი, ნუ სახელს დაგვარს არ ვიტყვი, მესამე თვალი აქვს, აი მთელი ძალიან დიდი ხალხი დადის მასთან სამკურნალოდ და ნუ რა ვიცი, ისეთი ეზოთერიკოსი. ხო, და პირველად რომ ნახე, ახალი ჩასული ვარ მოსკოვში და მირეკავს ვიღაცა რომ ციტო ამა და ამასო უნდა თქვენთან შეხვედრაო. და მეთქი ვინ არის მეთქი არ ვიცი. ნუ მობძანდითო გარბაძე დიდი ოფისი, რომ მივედი, ნუ პრეზიდენტის გარდა ყველანი იქ ოფისში დამხდნენ იმაში, რა ქვია, მისაღებში, ისეთი ხალხი დგას რიგში და უცებ გამოვარდა კაბინეტიდან, მოვიდა, ჩამეხუტა და აი აქ მკოცნის ესე. და ვერც მივხვდი, არც ვიცი რომ ეს ის ადამიანია, ვინც დამიბარა. შენ გაქვს იგივეო, რაც მე მაქვსო. უბრალოდ შენ არ გინდა ამისი განვითარება. არც მინდა, ხო? აი ხშირად საკანში ვიჯეკით ხოლმე, უცებ აი ბიჭები აიღებდნენ ესე სიგარეტის კოლოფს და თემური რამდენი ღერია ამ კოლოფში და ვამბობდი ხოლმე ზუსტად იმ ციფრს. ამ ასანთის კოლოფში რამდენი არის და ზუსტად ვარტყავდი ხოლმე. გიждდებოდნენ ხოლმე აბსოლუტურად. ხო, არ გინდაო შენ ამის განვითარებაო. ხშირად მიფიქრია ჩემს ახლობლებზე არ გაუბრაზდნენ ეტავი მეთქი და ცუდი არ ვიფიქრო ახლობლებზე. გულს რო გატკენენ, მე სამყარო პასუხს. აი მე ძალიან ცუდი ამბავი მოздით ხოლმე და აი ისე მეშინია ხოლმე პროფესორად რომ ვიღაცა ჩემ აი ახლობელზე ან ვიღაცაზე არ გაუბრაზდებოსო. ესე იგი თქვენს ფიქრებს და გაშვებულ ენერგიას ძალა აქვს. შეიძლება. ხშირად ვსვამ ხოლმე ამ კითხვას და რაღაცა მგონია რომ საინტერესო ამაზე საუბარი. ორ ნაწილად იყოფა ხო ადამიანის ცხოვრება. თუ ძალიან არ დავყოფთ 40 წლამდე და 40 წლის შემდეგ. ის რაც 40 წლამდე არის მნიშვნელოვანი და რაც შემდეგ უკვე უმნიშვნელო ხდება რა არის? აი 40 წლის ვიღავი რომ დამიჭირეს სხვადასხვა. ხო, საკრალური ციფრი. აი 40-საც 39-ის ვიყავი და სულ მქონდა ხოლმე ესეთი აი ბავშვობიდან მქონდა ესეთი ფიქრები რომ 40 წლის ასაკში მე გარდავიცვლებოდი. უი აი რატომღაც ესე მეგონა. მოხდა ესე რომ მართლაც გარდავიცვალე 40 წელი შემისრულდა ციხეში. აი ის ყველაზე ჩემი კარგი პერიოდი, აი ის ჩემი ცნობადობის პრინციპში მქონდა 40 წლამდე. იქიდან მე უკვე დინები წამოვიდა, გადმოვიდა აქედან. აი ის უფრო დიდი სიყვარული მე მაინც იქამდე მქონდა. ისე 39, 40, 41 წლები კარმული წლებია რა. ან გადარჩები ანა. აი მაგი მქონდა სულ თავში რომ 40 წლის უნდა მოუკვდე და ისე აგიცხადა ყველაფერი. სექტემბერში დამიჭრეს და მარტში გავხდი 40 წელს. აი მაინც რა შეიცვალა ამ ტრანსფორმაციის შემდეგ თქვენში? ჩემში შეიცვალა რომ ტვინი აბსოლუტურად სხვანაირად მუშაობს ახლა და თუნდაც აი ის ყველაზე ცუდი რაც ჩემს ცხოვრებაში მქონდა ის საერთოდ აღარ მაქვს. გადავდე გვერდზე ის ცუდი ყოფაქცევის ცხოვრება და ეხლა მხოლოდ ცუდი ყოფაქცევა. საყვარლა ჟღერს. ო. ერთხელ რაღაც სუფრაზე ვიჯექით და რაღაცას ლაპარაკობდით და მეთქი აი ჩემი ცუდი პერიოდი, მეთქი ცუდად რომ ვიქცეოდი მეთქი და ილიშა სუხიშვილი. შენ არასოდეს არ იქცეოდი ცუდად? გაბრაზდა ეს რა ვთქვი. მე ვთვლი რომ ცუდად ვიქცეოდი, რა თქმა უნდა და ძალიან მინდა რომ ყველა ეს გაითავისოს ხო და მიხვდეს რომ ეს არის ძალიან ცუდი ყველასთვის. სიყვარული მარადიულია თუ შეიძლება რამდენჯერმე მოვიდეს თუ მაინც შეიძლება რა თქმა უნდა რამოდენიმეჯერ მოვიდეს არაერთი მაგალითი მაქვს მე გარშემო შეიძლება უცებ გიყვარდეს და მე შეგიყვარდეს სხვა. თქო არ არის მარადიული. არა მაგრამ ის ბოლოს ვინ შეგიყვარდება? ნუ ეხა შეიძლება ის არის ნამდვილი. სულ ბოლოს მაგი არის სავარი. რომ ვიღაცა ბოლოს დარჩე ვიღაცასთან ერთად ისე მომწონს ხოლმე ევროპაში, ამერიკაში რომ დადიხარ და წამოხუცი ცოლქმარი რომ საყვარლე. დადიან ხოლმე გამოწყებილები, სუფთა ჩაცმულები, ისე მომწონს უბრალოდ რომ აი წარმოგიდგენიათ თქვენი სიბერეც ეგეთი? მე არ მინდა სიბერე წარმოვიდგინო. მაგაზე არ. როგორც დაუბერდები, ისეთი დაუბერდე. ბათუმი გიყვართ ვიცი. ეს არის ჩემი თბილისის მერე, რა თქმა უნდა, ჩემი საყვარელი ქალაქი. თბილისი, ბათუმი, ქუთაისი.
აი გიჟდები. ორი დღეც რომ აქვს თავისუფალი მორბი ვარ ბათუმში და ხშირად ჩამოვდივარ ძალიან ჩემი პატარა ბინა მაქვს 34 სართულზე და ჯერ ახალი არის ეს ბინა და წელს პირველად ჩამოვიდნენ ჩემი ოჯახი. ჩემი ცოლი მირეკავს, ეხლა მივხვდიო რატომ მორბი ხარ ასე ხშირად აქო. სასაული აურა არის უბრალოდ. ნუ თან უცხოვრების სახლი როა პირველი ჩვენ შევედით არავის არ უცხოვრია და ნუ აი იმაზე დაჯდომა და თან ისეთი ხედი მაქვს. ღამე დუბაიში გეგონება თავიო. სასაული ხედი მაქვს, ზღვა ჩანს აქეთკენ, წინ ძველი ბათუმი. ძალიან ხშირად ჩამოვდივარ აქ ბათუმში, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. ზამთარიც მიყვარს, ზაფხულიც მიყვარს. ადამიანები, ბათუმელები. უამრავი მეგობარი მყავს და გიჟდები მათზე. ხალხი თუ არ გიყვარს, ხა მარტო მიწა და პალმა არ შეგიყვარდება, ხო? აი რანაირები არიან ბათუმელები? ალალები არიან ისეთი, მოდი კოფე დავლიოთ, რომ გეტყვიან, გიხარია. მეგობარი აქვე ცხოვრობს ინტურისტის უკან ცხოვრობდა ეხა გონიოში გადავიდა ნუ მაგრამ დედამისი დღესაც მან ცხოვრობს ბაში მქონდა პატარა სახლი ეგ თენგო ზენაიშვილი და აი პატარა სახლში ვრჩებოდით ხოლმე ბევრნითან ნინო კათამაძე კახუჩელა ჯერ პატარები იყვნენ ვინიცოდა ეგენი და ესე იგი დილით რომ გამოვიდოდი ხოლმე ეზოში რომ გავიღვიძევდი და აი ბევრი მეზობლები თემური მოდი კოფე დაგალევინო მოდი აი ეს ეიწყებოდა ყოველი დილა მოგდა ეს არის რა თქმა უნდა საზიანო რომ თან რო ირჩევ რომელთან ახვიდეთ ეს დილით რო დალიო კოფე აი თბილისის ძველი ეზოები ჩემთან მე სადაც დავიბადე და გავიზარდე 40 წელი აი ციხემდე ცხოვრობდი მან ჩვენი კარები არ იკეტებოდა მხოლოდ ღამე დღისით არ იკეტებოდა აი მეზობელი შეება შემოსულიყო გამარჯობა ხახვი აეღო და გასულიყო ან კარტოფილია მარილი რაღაც აი ისეთი ის ქონა მეზობლობა და რო გადავდიოდით ამ ახალ ბინაში დედაჩემი ძალიან განიცდიდა რომ მე მიჩვეული ვარ ბევრ მეზობელს და მე მიჩვეული ვარ იმას და არ გვინდა და რაღაც ანალოგიური მაქვს ეხლა ამ ახალ კორპუსში არის 16 სართულიანი უზარმაზარი კორპუსი არის უამრავი ბავშვი ეზოში რაც თბილისში აღარ არსებობს აი აღარ არსებობს ესეთი ეზოები ბაჯეტებში არიან ბავშვები ხო აი თელი დღე ბავშვების ყიყინი თელი ღამემდე ამოდის ეზოდან სულ ყველა ერთმანეთთან მეგობრობს აი ყოველ ფეხბურთს მაგალითად ეზოში უყურებთ ეს არის გაზაფხულის ქუჩა არის საბურთალოზე აი ეზოში უშვებთ ამ იმით პროექტორი ფეხბურთს თელი მეზობლები აბიდის წვადის შეცვა იქ ვიღაცა რაღაცას მოიტანს ბავშვები სულ ჩვენთან არიან არ არსებობს სახში ერთი დღე რომ ჩემთან ჩემ შვილიშვილთან ერთი 2-3 მეზობელი ბავშვი ოთახში არ იყოს და თამაშობ აღარ არის თბილისში აი ესეთი რაღაცა და ისე გვიხარია ჩვენ მეზობლებს ბავშვებს რა ხედავთ ეს აი მე ნუ არის სასწაული რა თქმა უნდა ბავშვების სიყვარული როგორ შეიძლება ისე 90-იანები როგორი იყო ყველას ერთმანეთი გვიყვარდა ხო აი ყველა მომღერალს ერთმანეთი უყვარდა ძალიან პატარა ასაკში დავიწყე მე პრინციპში 16 წლის ვიყავი რომ მღეროდი უკვე საკმაოდ ცნობილ კოლექტივი თეატრონში 17 წლის ვიყავი უკვე როდესაც ამიყვანა რობერტ ბარძიმაშვილმა ანსამბლ 75-ში და 19 წლის კი ვიყავი უკვე ყველაზე ისეთ კოლექტივი ივერიის სოლისტი და პოპულარობამ შეიძლება რომ რაღაცა პრობლემები შეგიქმნას თუ თავში თუ არაფერი არ აქვს ეგაგდის მე რომ ცარიელი როცა არის რომ იყანყალოს თორე პოპულარობამ რა შეიძლება შეგიქმნას? აი ყოვლის შემძლეობის ან რაღაცა ეგოს წამოწევის მომენტები ნორმალურს არავის არ ემართება ეგეთი რაღაცა და რა ვიცი ხა კი არიან ვინც ჯერ არაფერს არ წარმოადგენს და თავშია გავარდნილი. ხშირად ყოფილა სხვადასხვა აი ვიღაცა გამიცნია ხო? და აუ როგორი სხვანაირი გვეგონი იმიტომ რომ სცენაზე მე ხო არა ვარ აი ეს რაც ეხლა ვარ. იქ ვარ უფრო ყოველთვის სერიოზული კოსტუმით აკადემიური უფრო სხვანაირი ვარ სცენაზე. ფერს უთქვავს რომ აუ შენ გვეგონე რომ ხარ რაღაც ხვირაწეული და სერიოზული და რომ ხმას არ გაგვცემ და არა ძალიან უშუალო ხარ თვაღია რა თქმა უნდა და მე მიყვარს ჩემს კოლეგებს უყვარ ჩემთან ერთად სიარული გასტროლებზე იმიტომ რომ იუმორს ძალიან კარგად ვემეგობრები და ეს იციან და მე აი გოგოებს ხშირად აქ ხოლმე ეს აღნიშნავენ ხოლმე აი მაია ჯაბუა ნუკრი რომ თემურისთან გვიყვარსო აი ეს კაცი სიარული იმიტომ რომ მე არასოდეს არ ვტოვებ მათ მარტო ყოველთვის ვეხმარები თქვა ჩემოდნი საწევაში არა ნუ ისეთი კომფორტული ვარ ძალიან ჯენტლმენური ნუ ხო აი ყოველთვის აღნიშნავენ ხოლმე ის მომენტი ქონიათ რაღაცა ეგო რო წამოიწევს და ამას რო ხვდები მაგრამ რო ვერ ერევი
და მე სადღაც რო ცდილობდა აბალანსო და არ გამოგდის. ანუ ეგოსთან ჭიდილი. არასდროს? მე ძალიან როგორ გიხარ? სუფუქი ყოფაქცეის ადამიანი ვარ. სასაცილოდ თქვი, ხა მივხვდი რასაც თქვი. ძალიან კაია ეგ სიმსუბუქა. ზედმიწევნითი სერიოზულობა ხო ძალიან არასერიოზული. ეს თამაშია ჩემი აზრით. სერიოზულობა ხო? აბარა. როგორ ფიქრობთ ადამიანი ერთხელ მოდის ამ სამყაროში? არ ვიცი როგორ არის, მაგრამ მინდა რომ რამოთი მეჯერ მოვიდე. შეიძლება მოვიდე, აი, ზაღლის სახით, ან ჩიტის სახით მოვიდე, მაგრამ თუ ისევ ადამიანის სახით მოვალ და ამ ჭკუით ძალიან კარგი იქნება. ძალიან დიდი მადლობა. პირიქით, ძალიან დიდი მადლობა და სხვა შორის ძალიან კაია რომ ამდენი ვიარეთ. იცი, მე ძალიან ცოტას დავდივარ. მანქანა, სახლი, მანქანა, სტუდია, მანქანა, აი მეგობარი და დიაბეტი დამემართა კოვიდის მერე და სულ მეუბნებიან რომ უნდა იარო, რომელიც არის ფანტასტიკური შაქრისთვის თურმე. აი დღეს საერთოდ ყველაფრისთვის სიარული. დღეს ესე იგი შაქრის დონე მექნება ძალიან ნორმაზე. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ.